ჩაიფიქრეთ მამაკაცი და ვნახავთ ახლა რა ხდება მის თავს. რა არის მის გულში, გრძნობებში და ასე შემდეგ. მის გულში ახლა არის რაღაც ისეთი საკითხი, რაც ჯერ ახლა საწყის ეტაპზეა, რაღაც ბავშვობის სურვილს გავს, მაგრამ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. სურვილი უკავშირდება პოზიტიურ განწყობას, პოზიტიურ ემოციებს, რაღაცის გამოაშკარავებას და თან ამავდროულად შეიძლება ეს გამოაშკარავება ერთგვარი საჩუქარიც იყოს. ახლა ვნახოთ რა აქვს გონებაში. მძიმე ტვირთი რაღაც შანსთან დაკავშირებული, ესე ვთქვათ, შეიძლება იყოს რაღაც კარმულიც. რაღაც პატარა შანსია და ეს პატარა შანსი, იცით როგორია, თითქოს ერთ წრეზე დადის. ეს სიმძიმე და შანსი ერთმანეთის მონაცვლეობით არის და ერთ წრეში ბრუნავს ეს ყველაფერი. მოდი ვნახოთ ახლა რა იყო ახლო წარსულში. ახლო წარსულში გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა მოეტყუებინეთ და უნდა ეჩვენებინა, რომ ის ღირსეული და ძვირფასი ადამიანია თქვენთვის. იყო ერთგვარი დაბრკოლებები, რომელიც ან უკვე გადაილახა, ან ახლა არის გადალახვის პროცესში. ვნახოთ ახლა რა ხდება აწმყოში. სიცივე, მაგრამ ამ დროს ნელი სტაბილური რაღაც ისეთი სიტუაცია გვაქვს. თითქოს არჩევანი აქვს გასაკეთებელი ამ ადამიანს. ეს სიცივე, ეს ნელი მამოძრავებელი ენერგიები უნდა აირჩიოს, ან რაღაც უფრო ისეთი სწრაფი მამოძრავებელი, რაღაც შეიძლება ოჯახთან დაკავშირებულიც. თურმე ჩემი კამერა მოტრიალებულია და კარგად არ ჩანს. ერთი წუთით. გავაგრძელოთ. რა მოხდება კარგი, რაც მის გულს გაუხარდება? დასრულდება სიტუაცია ქალთან, რომელიც არის მტკივნეული მისთვის. შეიძლება აქ საქმე ქონდეს რაღაც გველურ ქცევებთან, ეჭვიანობასთან. რეალურად რაღაც გულის ტკივილთან, რაც ან კონფლიქტით არის გამოწვეული, ან რაღაც ზედაპირულობით, რაც არ აძლევს საშუალებას, რომ თქვენთან იყოს უფრო თავისუფლად, უფრო ბედნიერად. ვნახოთ აბა. იცით აქ კიდევ როგორ შეიძლება გათამაშდეს ორი სხვადასხვა სტატუსის მქონე ხალია. ამ ორიდან ერთი თქვენ ხართ. და ამ ორიდან ერთს უფრო მეტი ფინანსურად მაღალი სტატუსი აქვს, ან სამსახურეობრივად მაღალი სტატუსი აქვს, მეორეს ნაკლები. კარგი, ახლა ვნახოთ. რას უნდა ერიდოს ახლა მომავალში მამაკაცი? სწრაფად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც მეგობრის რჩევით მიიღებს. რაღაცა შანსი შეიძლება გამოტოვოს, ან რაღაც საკმაოდ დიდი შანსი შეიძლება გქონდეს. შეიძლება უკავშირდებოდეს უძრავ ქონებას, სახლს, მსგავს რაღაცებს, ან რამე ისეთ მსუყე ფინანსურ საკითხს. და შეიძლება ამ ყველაფრისგან უბრალოდ იყოს შორს.
ამ რჩევის გათვალისწინების გამო. კარგი. მოდი ვნახოთ რა იქნება და როგორ განვითარდება. რაღაც მნიშვნელოვან ან საბუთს ან წერილს მიიღებს ეს კაცი. ახლა რაღაც წრიდან, შეიძლება ახლო წრეც იყოს. რას უკავშირდება ეს საბუთი ან წერილი? რაღაც გამოაშკარავდება მეორე მამაკაცთან დაკავშირებით. აქ ნახეთ როგორ გვაქვს ქალი, რომელზეც ეს მამაკაცი ამიტომ თქვა ეჭვიანობს, ამ ქალის ცხოვრებაში გაირკვევა, რომ არის სხვა მამაკაცი. რაც სხვა მამაკაცი თან როგორც წყვილში ამოდის ამ ქალთან. საკმაოდ სტაბილური ემოციებით, რაც ესე ვიტყოდი, რომ ამ მამაკაც დააფიქრებს ბევრ რაღაცაზე.